თურქეთში გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ცხვალიდან 2 დღის განმავლობაში ანტალია სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირების თავშეყრის ადგილი იქნება. თურქეთის ზღვისპირა ქალაქი ყოველწლიურ დიპლომატიურ ფორუმს მასპინძლობს. გლობალური გამოწვევების საპასუხოდ მსოფლიო ლიდერების საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ პროცესებსა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მომავალზე იმსჯელებენ. დაგეგმილია პანელური დისკუსიები და ორმხრივი შეხვედრები. რა გზავნილებით ჩადის პრემიერი ანტალიაში და რისთვის გამოიყენებს ქართული მხარე კიდევ ერთ საერთაშორისო პლატფორმას. დიპლომატიურ ფორუმს თამარ ციკლაური გააშუქებს, რომელიც ანტალიიდან გვერდდება. პირდაპირ ეთერში თამარ. მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა ეს არის ის მთავარი საკითხი და მთავარი მიმართულება, რაზეც ხვალიდან 3 დღის განმავლობაში ანტალიის დიპლომატიური ფორუმის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები იმსჯელებენ. სწორედ ხვალიდან აიღებს სტარტს ანტალიის დიპლომატიური ფორუმი, რომლის მონაწილეც იქნება სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართულ დელეგაციასთან ერთად. სწორედ ეს იქნება საკითხი, რაზეც ხვალ ასევე დაგეგმილია ლიდერთა პანელური დისკუსია და მსჯელობა, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეც იქნება ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს და დაესწრება თავად ანტალიის დიპლომატიური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას კი გახსნის თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ისინი იქნებიან მთავარი მასპინძლებიც ანტალიის დიპლომატიური ფორუმის მონაწილეებისა და უნდა ითქვას ისიც, რომ გარდა პანელურ დისკუსიებში მონაწილეობისა, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისა, დიპლომატიის მნიშვნელობაზე გამახვილდება პირველ რიგში. მნიშვნელობა ბუნებრივია ამ ფორუმის ფარგლებში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით, ეკონომიკური თვალსაზრისით საკითხებზე გამახვილდება ყურადღება ფორუმის ფარგლებში და მხარეები იმსჯელებენ მრავალმხრივი ურთიერთობების მომავალზეც. მაშინ, როდესაც ურთიერთობებს ეხება საკითხი, ბუნებრივია დიპლომატიური ფორუმი იქნება გამოყენებული იმისთვისაც, რომ გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები და ამ შესაძლებლობით ისარგებლებს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართულ დელეგაციასთან ერთად. ანტალიის ფორუმში საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი. წელს მასში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე სახელმწიფოს ლიდერი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრები. რა თქმა უნდა, ეს არის კარგი შესაძლებლობა გქონდეს შეხვედრები კოლეგებთან. შედგება ასევე შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის და ანტალიის ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართება ლიდერების პანელი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ისაუბრებს თანამედროვე გამოწვევებზე და სამომავლო ხედვებზე საქართველოსთან. როგორც უკვე გითხარით, ხვალიდან აიღებს სტარტს ანტალიის დიპლომატიური ფორუმი. ეს არის თავად ფორუმი უკვე მეხუთედ იმართება და ამ ფორუმის მთავარი მასპინძელი არის თურქეთი. თურქეთის პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართულ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში. მადლობა, ეს თამარ ციკლაური იყო.